გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ სტუდია ნომერ 8-ს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. გადაცემის სტუმარია დავით თარხანმოურავი. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონო დავით, ყველაზე აქტუალური თემა დღეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ხარიბაშვილის დაკავება, რომელსაც 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვათა შორის, ვიდრე შეფასებას გკითხავდეთ ამ თემაზე, მისი ადვოკატის ლილი გელაშვილის სტატუსი წავიკითხე, ანუ Facebook-ში გამოქვეყნებული მცირე სტატია რამდენიმე დღის წინ, სადაც ლილი გელაშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე იღებს დარტყმას ხარიბაშვილი, როდესაც არსებობს სხვა გზა. და ამას აკეთებს იმიტომ, რომ დაიცვას გუნდი, იდეა და ბიძინა ივანიშვილისკენ მიუთითებს. თქვენი აზრით, სხვა გზა რა შეიძლება იყოს, რომ ამხილოს მთელი ეს კორუფციული სქემები და სისტემა, რაც დღეს სახელმწიფოშია, თუ აი რას გულისხმობს მაინც ადვოკატი? ეს ლილის უნდა, ალბათ ლილის უნდა ვკითხოთ, მაგრამ რაში აქვს საქმე? ჯერ ერთი რა აღიარა ხარიბაშვილმა? ხარიბაშვილმა ის კი არა თქვა, რომ მე ბიუჯეტიდან ვიპარავდი ფულსო, ეს არ უღიარებია. ხარიბაშვილმა თქვა, რომ ის ღვინის ქარხნიდან იღებდა მოგებას, ანუ იყო პრემიერ-მინისტრი და პარალელურად ჰქონდა ღვინის ქარხანა, საიდანაც იღებდა მოგებას და ეს მოგება არ იყო დეკლარირებული. აი ეს თქვა ფაქტობრივად. ეს უნდა გავიაზროთ. უბრალოდ ამბობს, რომ შემოსავალი ჰქონდა ბიზნესიდან, რომელსაც თქვა დეკლარირება არ გაუკეთა. ეს ერთია, რასაც ის ლაპარაკობს. ამიტომ ამავდროულად რა უნდა ეთქვა, ხა ეს გავაანალიზოთ, ქალბატონი ლილი ამბობს ამას, ხო? რა უნდა ეთქვა? უნდა ეთქვა, რომ სხვებიც იღებენ, სხვებსაც აქვს ბიზნესი, ზოგი სახლებს აშენებს, ზოგი რაღაცა ღვინის კომპანიები აქვს, ზოგს არ ვიცი, ბენზინის შემოაქვს, ზოგს კიდევ, რა ვიცი, კაზინო აქვს თუ რა, ანუ სხვებსაც აქვს ბიზნესები და ჩვენ ვიცით, რომ ეს ესეა და ისინიც არასაჯაროვებენ ამას. და ესე იგი, რა უნდა დაესახელებინა, უნდა მოეყოლა ვის რა აქვს. მე აქ მესამე თემა არის, რომ თუ ამდენი ფული ტრიალებს და ყველა ბიზნესია, ესე იგი ამ ფულს ერთმანეთს უნაწილებენ, ეს უნდა ეთქვა და ვის უნაწილებენ? ეხლა ხარიბაშვილზე მაღლა მხოლოდ ივანიშვილი ბრძანდება და ვის უნდა გაუნაწილონ. ანუ აქ შემდეგი ის უნდა ეთქვა, რომ ალბათ რომ რასაც ამბობდნენ მისი ადვოკატები ხმადაბლა, რომ დაუგო ხაფანგები კობახიძე მას, რომ იქ ფული რო იპოვეს, ვითომ მისი ფული არ იყო, იქ არაფერი ოქროს ზოდები არ უპოვიათ, ამას ამბობდნენ და ესე იგი კობახიძე რას აკეთებს? რომ ეს უნდა ეთქვა, რომ ხაფანგებს და რატო უგებს? რა გამოდის? გამოდის, რომ კობახიძე ცდილობს, რომ გარდა იმისა, რომ ხარიბაშვილი, თავად ხარიბაშვილი, რომელიც კონკურენტად ეს ყველა სიჭარეს, ვისაც კონკურენტად ხედავდა, მაგრამ პარალელურად გამოდის, რომ ის ცდილობს კიდე ისიც თქვას, რომ აი თვითონ ივანიშვილიც ჩართული ამ პროცესებში. ანუ აი ამის თქმა უნდა და ძალიან რთულია ამის თქმა ამ ყველაფერს ახლა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა მე, რომ პუნქტებად რო ჩამოვაყალიბოთ პრინციპში, ხა რაც თქვით, ეს არის. პირველი, ხარიბაშვილი ამბობს, მე ბიუჯეტიდან ფულს არ ვიპარავდი. მე მქონდა ქარხანა, მონაწილე ვიყავი ღვინის ბიზნესისა და აქედან მქონდა შემოსავალი. და დანაშაული ისაა, რომ ეს შემოსავალი არ გამისაჯაროვებია. ანუ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, პარალელურად მქონდა მონაწილეობდი ღვინის ბიზნესში, მქონდა შემოსავალი და არ ვასაჯაროვებდი ამ შემოსავალს. ეს არის ჩემი დანაშაული, ამას ამბობს ხარიბაშვილი. მესამე, მისი ადვოკატი ამბობს, ხარიბაშვილი ყველაფერს თავის თავზე იღებს და სხვებს არასახელებს. ანუ რას არასახელებს? არასახელებს იმას, რომ ქართული ოცნების ყველა დანარჩენ წევრსაც, ზოგს ღვინის ბიზნესი აქვს, ზოგი სახლების მშენებლობაში მონაწილეობს, ზოგს აფთიაქი აქვს, ზოგს ბიზნესი შემოაქვს და ანუ ყველა ბიზნესშია და ამას არ ამბობს ხარიბაშვილი, რომ გუნდი არ დააზიანოს. შემდეგი ხარიბაშვილი ალბათ არ ამბობს იმას, რომ ეს ფული რაღაცნაირად ერთმანეთში ნაწილდება კიდეც და ამ შემთხვევაში უკვე კობახიძის ფაქტორია. იმიტომ რომ გამოდის, რომ ამ დაჭერებით ბატონ კობახიძე სურს, რომ საზოგადოებამ ჩათვალოს
რომ ფულის გაყოფა ხდება ბიძინა ივანიშვილთან. შემდეგი რაც არ თქვა ღარიბაშვილმა, რომ მას ხაფანგები დაუგო კობახიძემ, იმიტომ რომ კობახიძე ყველას, ვისაც კონკურენტად თვლის საბოლოო ჯამში უგებს რაღაც ხაფანგს, ცრუ დაბეზღებით, ცრუ დაბრალებით და საბოლოო ჯამში იჭერს და ამით კობახიძე თავად ბიძინა ივანიშვილს აყენებს ზიანს, ესე იგი გამოდის, რომ ისიც ამის თანამონაწილეა. და ბოლოს ღარიბაშვილის ადვოკატები მანამდეც ოღონდ ხმადაბლა ესე ამბობდნენ, რომ მის სახში ფული არ უპოვიათ და რომ ეს ვითომ უპოვეს ფული, რომ მის სახში არანაირი ოქროს ზოდები არ ყოფილა და ვითომ ეს ზოდები ვითომ იყო და რაც თავარია, არავინ არ დაიცვა ღარიბაშვილი. აი რა არის ქართული ოცნების გუნდი? ის ხალხი, რომელიც ღარიბაშვილს აქებდა, ადიდებდა და რა ვიცი, აღმერთებდა, ყველა ჩუმათაა, კაცის შვილი არ არის მისი დამცველი. და საბოლოო ჯამში სად მივდივართ, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს არის ფეოდალური სახელმწიფო, უკვე არის ფეოდალური სახელმწიფო. აქ ვინც თანამდებობის პირია, ბიზნესშიც ის მონაწილეობს, ფულიც იმისია, ყველაფერი იმისია და დანარჩენი ყველა ვართ მაგლეხები. აი ეს არის. ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტიკა კობახიძის ხელმძღვანელობით ხომ არ მიანიშნებს იმას, რომ გეშინოდეთ ჩემი ბიზნესმენებო, პარლამენტარებო, მინისტრებო, იმიტომ რომ ყველა თქვენგანს იგივე დანაშაული გაქვთ ჩადენილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მილიონერი დეპუტატები, ვინც პარლამენტშია, მინისტრები თუ ქართული ოცნების ყველა ჩინოვნიკი თითქმის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად აკეთებს ბევრ ბიზნესს. და ეს ყველაფერი შეიძლება არ იყოს გაწერილი დეკლარაციაში და ბიძინა ივანიშვილს 6 მილიარდზე მეტი აქვს და შეუძლებელია რომ რამე არ გამოპარვოდა თუნდაც ერთი პატარა პუნქტი, რის გამოც იგივე მუხლით არ შეიძლება წარუდგინოს კობახიძემ ერთ დღეს ბრალი თუ კი დასჭირდათ. ხომ არ აყალიბებს ქვეყანაში რაღაცნაირ ერთპიროვნულ მართლობას თუ უკვე ჩამოყალიბდა ეს კობახიძე? არა, ეს ერთპიროვნული მართლობა პრაქტიკულად უკვე ჩამოყალიბდა, აქ დიქტატურა არის უკვე. კობახიძემ ფაქტიურად ფეოდალური დიქტატურა უკვე ჩამოაყალიბა, ეს ერთი თემაა. მაგრამ მეორე თემა ისაა, რომ თავად ამ დეკლარაცია რო არ შეავსო, ანუ არ გაასაჯაროვა თავის შემოსავლები. თვითონ ეს საკითხი არის სერიოზულად დარღვეული უკვე დიდი ხანია, იმიტომ რომ დეკლარაციების არსი რა იყო? კაცი სანამ თანამდებობაზე დაჯდგა, მანამდე რამდენი ქონდა ფული და ესენი როგორ არიან? სანამ თანამდებობა დაიკავა, მანამდე დეკლარაციაში უწერია მაგალითად, რომ ქონდა 100,000 და მე 2 წლის მერე უწერია, რომ ქონდა 5 მილიონი და საიდან ქონდა ეს 5 მილიონი? არავინ პასუხს არ აგებს და პასუხი უნდა გაასცეს სინამდვილეში. ეხლა რომ 5 მილიონი გიწერია დეკლარაციაში და მანამდე 100,000 გეწერა, ეს თანხები საიდან გაჩნდა? ამაზე პასუხს ერთმანეთს არავინ არ თხოვს, იგივე კობახიძეს ხვებს რატო არ თხოვს ამაზე პასუხს? ანუ ჩვენ შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა? რა უნდა? რა ბრძოლა კორუფციასთან, კაცო? ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, აქ არავით არის კორუფციასთან ბრძოლა არ არის. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა კონკურენტების ჩამოწილებისთვის, მაგრამ ის რომ სრულიად მახინჯი საზოგადოება, სრულიად მახინჯი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, აქ ორი აზრი არ არის. არ მინდა ჩვენმა მაყურებელმა თუ რადიო მსმენელმა იფიქროს, რომ ახლა ყველაფრის უკან დგას მხოლოდ კობახიძე და არა ივანიშვილი. რაღაც ნიჭი ხომ არ აღმოაჩნდა კობახიძეს, რომ თავისი აზრების ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს ბიძინა ივანიშვილი და შემდეგ დაარწმუნოს და იმოქმედოს ამ ყველაფრის საფუძველზე. როგორ არა, კაცო, ფაქტი ხო სახეზეა. ის რაც ხდება ეხლა ივანიშვილის საწინააღმდეგოდაც არის. ფაქტია. ვერ ხვდება ამას ივანიშვილი? არ ვიცი. ვერ გეტყვით, ახლა როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდეს, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არის, რატო მონაწილეობს ამაში, მე ვერ გეტყვით. ეს მათ უნდა თქვა. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? ბოლო რა ექნება ამ დაჭერები გაგრძელდება. ყველას მიმართ. დაჭერები გაგრძელდება აუცილებლად. დაჭერები აუცილებლად გაგრძელდება, ეს შემიძლია ვთქვა. სანამ ბატონი კობახიძე არ ჩათვლის, რომ ყველა კონკურენტი ჩამოიცილა, მაგრამ თავად ბატონ კობახიძეს არ ესმის, რომ ამ დაჭერებით მან ის გახდა თვითონ კობახიძე გახდა საყოველთაო ზიზღის ობიექტი და ამას ვერ ხვდება ის. მას გონია რატომღაც რომ ვიღაცა ხალხს ეს მოწონს, არავის არ მოწონს ეს. აბსოლუტურად. მოწინააღმდეგე ბანაკი, ეგრეთ წოდებული მიშისტები, უბრალოდ გულს იფხანენ, მაგრამ არც მათ არ მოწონთ.
და ჩვეულებრივი ხალხისთვის ეს არა მარტო მოუწონელია, ჩვეულებრივი ხალხი ფიქრობს, რომ თუ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობ, თქვენ აი თვითონ შენ რატო ხარ ხელისუფლებაში? საერთოდ ქართული ოცნება რატოა? საერთოდ მოცილდით გაქრით, აი ამას ფიქრობს ჩვეულებრივი ხალხი. სხვათა შორის ქართული ოცნების მომხრეებიც ჩუმად არიან. ამ ყველაფერს უყურებენ რაღაცნაირი სიფრთხილით თუ თავშეკავებით, ცდილობენ პოზიცია არ გამოთქვან ამ ყველაფერს. ხოლო ზოგიერთი ძალიან ერთგულების დამტკიცების მსურველი ღიად გმობს ღარიბაშვილის დანაშაულს, არ ვიცი რა, რაც არის ეს ყველაფერი. და ემიჯნებიან აი საბჭოთა სტილი რომ იყო ადრე უყვარდათ ერთმანეთი, ეფიცებოდნენ ძმობას, ახლა კიცხავენ და ემიჯნებიან. ნუ, რეალურად ესე არის. ეს იყო საბჭოთა პერიოდი. აქ აბსოლუტური მსგავსებებია საბჭოთა დროსაც ესე იყო. თან ერთმანეთს აქებდნენ, ადიდებდნენ და მერე უცებ გამოვიდოდნენ და მე არ ვიცოდი რომ შენ ესეთი ცუდი ხარ. და მე შენ გემიჯნები, ემიჯნებოდნენ, მერე იმ ხალხს იჭერდნენ და საზოგადოება ამას როგორ უყურებდა? საზოგადოებამ შეიზიზღა ის ხელისუფლება. ზუსტად ესეა აქაც ახლა. საზოგადოებამ უკვე შეიზიზღა ესენი. იმიტომ რომ ხვდება რომ ესენი ყველა ერთნაირები არიან. არ ვიცი ახლა ნუ თუ ეს არ ესმის ხელმწიფე ბიძინა ივანიშვილს ან არ ესმის მის პრემიერ-ვეზირი კობახიძეს, მაგრამ პრემიერ-ვეზირი კიდევ ვიძახი ეს ძალაუფლების შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით იმდენად რომ ყველაფერს და ყველაფერს ანადგურებს თავის ირგვლივ, სადაც კი რაღაცა კონკურენციას ხედავს, აი ჰიპოთეტური კონკურენციაც კი თუ დაინახა, უნდა მოსპოს. თეორიული კონკურენცია. და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგალითად ოპოზიცია დღეს თითქმის ყველა პარტია არის გამქრალი. ამ ვითარებაში როგორ უნდა მოერიოს? ანუ როგორ არ მიაღწიეს ახლა ესენი ტრადიციული სქემა აქვს, ესენი პარტიებში ადამიანებს, ვისაც ხედავთ, გავუშვათ ჩვენ პარტიაში არის 1000 კაცი, მიდიან და შენ წამოდი დაგასაქმებ, შენ რომ დაშალონ პარტია, ამას აკეთებენ ესენი. ყველგან და საბოლოო ჯამში არაფერი სიკეთე არ არის, ეს იყო ესეთი წყობა, საბჭოთა წყობა უკვე ერთხელ იყო და კატასტროფულად დაინგრა მერე საბჭოთა წყობა და აქაც ესე იქნება. აქ მთელი პროცესი ერთიანად უნდა დავინახოთ, რომ ეს პროცესი არსად არ არის, ეს არის ჩიხი. ჩიხი, რომელსაც მოყვება ხალხის სრული გულგრილობა და ხალხის ზიზღი საბოლოო ჯამში მოყვება ამ ადამიანების მიმართ. უკვე ეს არის ყველაფერი. ესენი ამას ვერ ხედავენ და ვერაცნობიერებენ, მაგრამ ეს არის. დიახ. სხვათა შორის ძალიან ისეთი ახალი მეთოდები აქვთ მათ შემუშავებული, როგორ ჩამოიშორონ ოპონენტები, როგორ დახურონ მიუღებელი ტელევიზიები, ფინანსურ სირთულეებს ქმნიან. მაგალითად, თუ პარტიას ტელევიზიას ყავს შემწირველი ან ყავს რეკლამის განთავსებელი, იმ ბიზნესთან მიდიან და ეუბნებიან. შენ შეგიქმნი აგრეთვე პრობლემებს, თუ არ შეწყვეტ ამათ დაფინანსებას და დღეს ყველა ოპოზიციური არხი პრაქტიკულად ობიექტივის თამადობით შეიძლება ასე ითქვას დახურვის პირას არის. რა თქმა უნდა, ეს ესეა. იცი რა, აი კიდევ ერთხელ წაიკითხე თუ არ შეწუხდები ქალბატონ ליლის სუსტი ციტირება შემიძლია წავიკითხო, მაგრამ აქ მე რამდენიმე ლილი გელაშვილის რამდენიმე ფრაზა მაქვს ხაზგასმული. საკუთარ თავზე იღებს დარტყმას, როდესაც არსებობს სხვა გზა. ამას იმიტომ აკეთებს, ამბობს ქალბატონი ლილი, რომ არავის უნდა ავნოს გუნდს, იდეას და ბიძინა ივანიშვილს ასე სახელობითად არასახელებს, მაგრამ მიანიშნებს, რომ იმ პიროვნებას ვისი ერთგულიც იყო. ანუ პირველი ღარიბაშვილის ადვოკატი ქალბატონი ლილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი არ იპარავდა ბიუჯეტს, არ არის კორუფციაში მონაწილე. მეორე, ის ამბობს, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა ღვინის ბიზნესში, ქონდა შემოსავალი ღვინის ბიზნესიდან და უბრალოდ ამ ბიზნესიდან შემოსავალს არასაჯეროვებდა, არ ავსებდა სათანადო დეკლარაციას. მესამე, ის ამბობს, რომ ყველაფერს იღებს თავის თავზე, არ უნდა გუნდი დააზიანოს. ესე იგი, არ სურს იმის თქმა, რომ მარტო მე კი არაო ირაკლი ღარიბაშვილს ქონდაო ღვინის ბიზნესიო. ყველა ქართული ოცნების პოლიტიკური ფიგურა ყველას აქვს თავის ბიზნესი. ზოგის ღვინის ბიზნესი აქვს, ზოგი სახლებს აშენებს, ზოგს აფთიაქები აქვს, ზოგს ბენზინი შემოაქვს და ესენი ყველანი ასევეო დეკლარაციას არ ავსებენო და არასაჯაროებენ ამ ბიზნესო. შემდეგი ის ამბობს, რომ
ფული, რომელიც ამ ბიზნესთან შემოდის, რაღაცნაირად იყოფა ერთმანეთში და არასახელებს ვიზზე იყოფა, ანუ რა, უნდათ იმის თქმა, რომ ივანიშვილიც ჩართულია თანამონაწილეთან თანამოცილეა ამისი. შემდეგ ის ამბობს, რომ ადრეც ამბობდნენ, ესე ოღონდ ხმადაბლა, რომ ჩვენთან ფულის სინამდვილეში ჩხრეკისას არ უპოვიათ, ტყუილი თქვეს, რომ ფული ამოიღეს. ჩვენთან ოქროზოდები არ უპოვიათ, ტყუილი თქვეს, რომ ეს ოქროზოდები ამოიღეს. ანუ ფოტოები გვანახეს ფულის და ოქროზოდების, მაგრამ ესო არ ამოუღიათ ჩვენგან. ესე იგი რა? ესე იგი სიყალბე მოხდა და ეს ხაფანგები, ცრუ დაბეზღებები, ცრუ დაბრალებები და აი ამ ფულის და ოქროზოდების ფოტოები არის ყალბი და ვინ გააკეთა? კობახიძე, მამას ამბობს. ქალბატონი ლილი პირდაპირ თუ ირიბად და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დარტყმას ვისაყენებს ისევ ხელმწიფეს ივანიშვილს მე უკვე ვთქვი ჩვენ გვაქვს ფეოდალური სისტემა ხელმწიფეა ივანიშვილი და პრემიერ-ვეზირია კობახიძე გამოდის რომ აქ სულ ყველანი ბიზნესშიც მონაწილეობენ ყველას აქვთ შემოსავალი ყველა ამ შემოსავალს მალავს თლიანად სისტემა სინამდვილეში ესეც კორუფციაა კორუფცია მარტო ის კი არაა რომ შენ ბიუჯეტიდან იპარავ ფულს და გამოდის რომ თლიანად დალპა ეს სისტემა და პასუხს კობახიძე რატო არ აგებს ამაზე რა მისი მთავრობა არ არის ყველა მისი მთავრობის წევრი ბიზნესში მონაწილეობს სულ ვამბობ ჩვენ ამათ მაგლეხებად ჭირდებით მაგრამ კობახიძე იცილებს და ჭამს ყველა მის თეორიულ კონკურენტსაც კი აი ეს გამოდის მთელი ამ ნათქვამიდან და ნუ თუ ივანიშვილს არ ესმის რომ ყველა ეს დარტყმა მის მასზე მიდის საბოლოო ჯამში და ბოლოს ხალხი რომელიც ამას ხედავს ხდება რომ ჩვენ აღმოჩნდით ისევ საბჭოთა სისტემაში საბჭოთა სისტემა იყო როდესაც ერთმანეთს აქებდნენ შემდეგ უცებ იტყოდნენ რომ ჩვენ შენში შევცით შენ ცუდი კაცი ყოფილხარ და მე ყველა ჩუმათაა ღარიბაშვილს ყველა აქებდა ადიდებდა მთელი ქართული ოცნება და ერთმა კაცმა არ დაიცვა ზუსტად საბჭოთა კავშირში ვართ ერთმა კაცმა აი ეს რა ტრაგედია აღმოვაჩინეთ ეგრე იყო საბჭოთა კავშირშიც ჩვენ შენ გვიყვარდი და შენ აღმოჩნდი მათყუ არა და ეს არის ჩვენთვის დიდი ტრაგედია და ეხლა ჩვენ შენ გემიჯნებით ზუსტად ეს ხდება მთელი ქართული ოცნება გაემიჯნა კაციშვილმა მისმა მომხრეებმა არ დაიცვეს და გულით ტკივა ზოგიერთებს და საბოლოო ჯამში რა იყო ქართველმა ხალხმა ამისთვის შეიზიზღა ის საბჭოთა ხელისუფლება და ეხლა შეიზიზღა დიდი ხანი ეს ქართული ოცნება არავინ ამათ მომხრე არ აყავს იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ ესენი სულ ქურდბაცაცები არიან სინამდვილეში ოღონდ ამას მალავენ და მე ამის შემდეგ რა არის ის რომ ბატონი კობახიძე ცდილობს ყველა პარტია გაანადგუროს ყველა პარტიაში მიდის და ვინც კი სახეები ეუბნება თქვენ წამოდით ჩვენთან ხელფას მოგცემ შენ ჩვენთან რომ დაშალოს პარტიები ყველა ტელევიზია ობიექტივის ჩათვლით ისე დღეშია რომ სულს ღაფავს ყველაფერს პობენ და ქმნიან რაღაცა უბედურ სისტემას ხალხი ამას ხედავს და ეს აი ჩამოიშლება ყველაფერი დაინახავთ თქვენ დიახ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელი დაიწყო და რაღაც შეჯამება მინდა გავაკეთოთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმის რომ პრემიერ-მინისტრები იყვნენ აგენტები და კორუფციაში ჩართულები deep state-მა დაანიშნინა თურმე ზოგიერთი პრეზიდენტები, მინისტრები ყველა რაღაცაში არიან ბრალდებული ზოგი აგენტურაში, ზოგი ნაცობაში და ზოგიც კორუფციაში. ამ ფონზე შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ მთავრობას, რომელიც გამოდის და კვლავ ვიღაცისკენ იშვერს ხელს, აი deep state-იო ვიღაცა უცხოური გავლენებიო და თვითონ არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას, როდესაც 13 წელზე მეტი აკეთებს ამას. ნუ ყველა ამ პროცესის თანამონაწილე არის თვითონ ეს ხელისუფლება. ეხლა ვინც ხელისუფლებაში აი ვთქვათ პრემიერი კობახიძე. თვითონ არისო ეს 10 წელი ამ ხელისუფლებაში? დიახ. თვითონ არისო პარლამენტის თავმჯდომარე? მან არ წარადგინა კანდიდატებად იგივე გახარია მაგალითად და არ გვეუბნებოდა რომ ამაზე უპატიოსნეს და უწესრიესი კაცი არ არის? და შემდეგ თქვა deep state-ის ზარის საფუძველზე დავნიშნეთ. ნუ ახლა ეს ხო სისულელია. ეს ხო სისულელია. ბატონი გახარია ცხოვრობდა მოსკოვში, იქ კითხულობდა ლექციებს, ქონდა შეხება რუსეთთან და აბსოლუტურად არავითარი შეხება არ ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბატონი გახარია ჩამოიყვანეს მოსკოვიდან, ჯერ ომბუდსმენის აპარატში მუშაობდა, შემდეგ თუ არ ვცდები, ომბუდსმენიც იყო, მერე შსს მინისტრი იყო, მერე პრემიერ-მინისტრი იყო და აქ არავითარი დასავლეთი და
ეგრეთ წოდებული deep state თუ რომელიმე დასავლური ორგანიზაცია არაფერ შუაში არ არის და ბატონი გახარიას წარდგენას აკეთებდა ბატონი კობახიძე და ამბობდა რომ ეს არისო ძალიან ღირსეულიო ეს არისო პროფესიონალიო ყველანაირად დადებითი ადამიანი ეს მისი სიტყვებია რომელიც გაუძღვება ქვეყანასო და ცოტა ხანში მერე დაიწყო ლაპარაკი რომ ეს არის მოღალატე მერე უცებ თქვა რომ deep state-მა დაგვანიშნინა ეს მოღალატეო და ბოლო ფიზიკურადაც შეეხეს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბოლოს გააქციეს ეს კაცი. და ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო თავად ბატონი კობახიძე, ოღონდ ის პასუხისგებლობას არ გზნობს. გუშინ აქებდა დღეს აგინებს, პასუხისგებლობას არაფერს არ გზნობს. გუშინ ღარიბაშვილზე იძახდა ჩემი ძმა არის და პატივცემ და დღეს ციხეში იწერს და პასუხისგებლობას არ გზნობს. საერთოდ ბატონი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც დღეს ერთ რამეს ამბობს, ხვალ მეორეს, რომელიც პირველ ნათქვამს ეწინააღმდეგება, ზეგ მესამეს, რომელიც პირველ ორ ნათქვამს ეწინააღმდეგება, მაზეგ მეოთხე სიტყვის, რომელიც წინა სამ ნათქვამს ეწინააღმდეგება და არანაირი გრძნობა, თქვა, სირცხვილის ამასთან დავაკავშირებით არ გააჩნია, არანაირ უხელხულობას არ გზნობს, როგორც უნდა ისე ლაპარაკობს ურთიერთსაწინააღმდეგო წინადადებებს და ყველამ გაიგო ეს. ყველამ იცის, რომ ბატონ კობახიძეს ახასიათებს ცრუ დაბეზღებები, ცრუ ბრალდებები, ცრუ წინადადებების ლაპარაკები და რომ თავისიანებსაც ძირავს, არ უყვარს მშვიდობა, არავის მშვიდობის გაწვდილ ხელს არ ღებულობს, არავისთან არ ეძებს. ყველასთან, აი რაღაცა ესეთ, ყველა შეჭმა უნდა. და ყველას თეორიულ კონკურენტად, ვისაც კი წარმოიდგინოს, ვინც არც არის მისი კონკურენტი, იმათაც ჭამს და ანადგურებს ყველას და ყველაფერს გარშემო. ეს უკვე ყველამ დაინახა. და ყველამ დაინახა, რომ ბატონი კობახიძე ქიმიურ ნივთიერებასაც გაურევს წყალში და ხალხში ასხავს და უკანონო კანონებსაც მიიღებს. გერმანიაში არასწავლეს, რომ არ შეიძლება უკანონო კანონის მიღება, არ შეიძლება ხალხს აუგზავნო ტროტუარზე სიარული, არ შეიძლება ხალხს სიტყვის თავისუფლება აუგზავნო, არის ის ესენი მან, არ შეიძლება ესე არჩევნები გააყალბო. საერთოდ არც ერთი კანონის მიღება არ შეიძლება, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგად საკაცობრიო იდეალებს, რაზეც საქართველოს საერთაშორისო დონეზე ხელი მოაწერა. ეს არის ის ბატონმა კობახიძემ. სხვათა შორის ირმა ინაშვილის წერილში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, ძალიან კარგად არის ახსნილი თუ როგორ იმართებოდა და იმართება ქვეყანა და სწორედ აი კობახიძის ქმედებებია გაანალიზებული სწორად. ბატონო დავით, მე მინდა ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე გკითხოთ, არა პირდაპირ პოლიტიკური კუთხით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით. ქაოსურად ვითარდება ქვეყანა ასეთი განცდა მაქვს. მე თუ თქვათ მართლა უნდა დავიჯეროთ სადღაც ფურცელზე მაინც რომ ეკონომიკა ვითარდება, ხომ? ისევ ამბობენ წინ ვართ, მოწინავე ეკონომიკა გვაქვსო, ევროპის ქვეყნებს უსწრებთო და ასე შემდეგ. როდესაც ხალხს გემრიელად კვება ენატრება და შიმშილის პრობლემა, კვების პრობლემა ქვეყანაში. აქ კვლავ ყვილთან გვაქვს საქმე. ბატონი პრემიერ-მინისტრი კობახიძე ერთ დღეს გამოდის ჩვენი თვალით ვნახეთ და მოვისმინეთ, ამბობს რომ ჩვენ ეკონომიკური ტემპებით ყველას უსწრებთ, ჩვენ 6 ქვეყანაში შევდივართ, რომელიც ყველაზე ბედნიერია, მერე თავადვე გამოდის და იძახის, რომ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ ევროპაში, მერე ცოტა ხანში თავადვე გამოდის და იძახის, არაო, ეგრე კი არ ვთქვიო, ჩვენო ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვართო და სინამდვილე რა არის? ხალხის გაჭირვების დონე ძალიან მაღალია. სინამდვილე ისაა, რომ 1.800.000 ადამიანია, რომელიც ნაწილი მათგან ეხა 700 თუ 800.000 იყო, რომელიც იღებდა სახელმწიფო დახმარებას, ახლა ცდილობენ ეს ციფრი შეამცირონ, იმიტომ რომ სამარცხვინოა ეს. და დანარჩენებს ხელი აქვს გაწვილი და დაწერილი აქვს, რომ ჩვენს გვინდა სახელმწიფო დახმარება. როგორ ცხოვრობთ კარგად? სად ხედავთ თქვენ ეკონომიკას? ეკონომიკაზე არანაირი წარმოდგენა, არა მარტო კობახიძე, საერთოდ ამ ხელისუფლებას არ აქვს. ეს ხელისუფლება არის ძალიან უცოდინარი და გაუნათლებელი ხელისუფლება. არავითარი წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე. ეკონომიკა არის სულ სხვა რამე. სოფლიო ეკონომიკა დღეს წვრილ და საშუალო ბიზნესს ეყრდნობა და ეს წვრილი და საშუალო ბიზნესი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. ტექნოლოგიებთან. დღეს 60 როა, 60-საც რობოტის მეშვეობით იკერება 60. დღეს ავტომობილებსაც რობოტები აწყობს და მობილურ ტელეფონსაც რობოტები აწყობს. ტექნოლოგიური სამყაროა და ტექნოლოგიებს სადმე ვხედავთ ჩვენ ახლა? არანაირ ტექნოლოგიებს ჩვენ არ ვხედავთ. ვინ არის დღეს, რას ნიშნავს დღეს ეკონომიკის განვითარება? როდესაც შეიქმნება წვრილი და
საშუალო საწარმოები, რომელიც რაღაც ტექნოლოგიებთან იქნება დაკავშირებული. ესეთი რამე აქ არ არის. კომპიუტერულ სისტემებთან იქნება დაკავშირებული. ესეთი რამ აქ არ არის. აი მე სხვათა შორის სპეციალურად წამოვიღე. რა მინდა ვთქვა, აი ჩვენ გვეუბნებიან არაბული ინვესტიცია, ვიღაცა მშენებელი ჩამოვა აქ 6 მილიარდს დახარჯავს, ააშენებს და გვეუბნებიან რომ ეს ძალიან კარგია, ეს მოიტანს 500 მილიონს წელიწადში თუ ისიც მუდმივად ხო არ მოიტანს არა? რამდენჯერმე 500 მილიონს მოიტანს ბიუჯეტში შემოსავალს. აი მე მინდა უთხრა ამ ადამიანებს რომ დღეს სხვა სამყაროა და რომ თქვენ გაიაზროთ რა არის ეკონომიკა და რა არის ბიზნესი, ამისთვის მე ვთხოვ ოპერატორს თუ შეიძლება ჯერ გვანახოს აი მე მოვამზადე ცხრილი რა ღირს კომპიუტერული პროგრამები და რა დაჯდა მათი შექმნა. აი პირველი ცხრილი გვაჩვენეთ, თელეკრანზე გამოიყვანეთ თუ შეიძლება. აი აქ რა გვინდა ვნახოთ, უყურეთ. მე ამოვიღე რამდენიმე კომპანია, ეს არის კომპანიები, თვითეული ამის შექმნა დაჯდა 60 მილიონ დოლარზე ნაკლები. აი ნახეთ, WhatsApp-ი. რა არის WhatsApp-ი? ეს არის სატელეფონო სისტემა, რომლითაც ჩვენ ვრეკავთ, რომლითაც ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნით, შეიძლება ვიდეო ჩავწეროთ, ვიდეო საუბარი იყოს. WhatsApp-ის შექმნა დაჯდა დაახლოებით 58 მილიონი დოლარი. შექმნა მთლიანი ამ სისტემის 60 მილიონზე ნაკლები. დღეს WhatsApp-ი ღირს 60 მილიარდი დოლარი. დღეს ღირს. შემდეგი არის Telegram-ი. Telegram-იც არის ზუსტად ესეთივე სისტემა, ამ სისტემით ხდება დარეკვა, ამ სისტემით ხდება შეტყობინებების გაცვლა, ვიდეოს გაცვლა, ისიც 60 მილიონ დოლარზე ნაკლები, 60 მილიონ დოლარზე ნაკლები დაჯდა მისი შექმნა, 40 მილიარდი ღირს დღეს. შემდეგ სულ მოდის სისტემები, რომლებიც არის ძირითადად სატელეფონო კავშირი, ვიდეო კავშირი, შეტყობინება და აკვირდით ფასებს. ყველა 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა. 60 მილიარდი, 40 მილიარდი, 27 მილიარდი, 25 მილიარდი, 20 მილიარდი. ყველა ეს სისტემა ასეთი ღირს. ახლა უყურეთ, Facebook-ი, რომელსაც ყველა იცნობს. Facebook-ის შექმნა დაჯდა ვერ ვხედავ ეხლა 320 მილიონი. არა, 60 მილიონზე ნაკლები. Facebook-ის შექმნა დაჯდა 60 მილიონზე ნაკლები და ღირს 320 მილიარდი მარტო Facebook-ი, მაგრამ ეხლა Facebook-მა იყიდა WhatsApp-ი და Instagram-ი. შეიქმნა ახალი სახელი ეწოდება მას, Meta ქვია. Meta-ში შედის Facebook-იც, WhatsApp-იც და Instagram-იც და Meta უკვე გაერთიანებული სისტემა ღირს 1.8 ტრილიონი. გესმის? Facebook-ის შექმნა ცალკე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა, WhatsApp-ის ცალკე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა, Instagram-ის ცალკე 60 მილიონზე მეტი ნაკლები დაჯდა და ერთად ჯამში ესენი 1.8 ტრილიონი ღირს. მას მერეც არის კომპიუტერული სისტემები, ძალიან საინტერესოა ეს სისტემები, რომ დაინახოთ. აი მაგალითად, არის სისტემა Uber-ი, ეს რა არის? ეს არის ტაქსის გამოძახების სერვისი. მისი შექმნა 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა და ღირს 160 მილიარდი. ასევე არის Airbnb სისტემა, ეს არის ბინების გაქირავების სერვისი მთელ მსოფლიოში. ისიც 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა და ღირს დღეს ბაზარზე 195 მილიარდი. იმედია ის მოდა თქვენ ეკრანთან ახლოს მიხვედით და ნუ ესე იგი Uber-ი ეს არის ტაქსის გამოძახების სისტემა, 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა, ისიც ღირს რამდენი 160 მილიარდი და ბინების გაქირავების სისტემა არის, რომელიც ასევე 60 მილიონზე ნაკლები დაჯდა და 195 მილიარდი ღირს. აი ფასები. ეხლა მეორე, მოდი ვნახოთ. მეორე ცხრილი გვანახეთ თუ შეიძლება, თუ არ შეწუხდებით და დავინახოთ რა ღირს კომპანიები. სოფლიოში ყველაზე დიდი 8 კომპანია, ყველაზე დიდი 8 კომპანია პლანეტაზე. ყველა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, ანუ ხას უსვავ. გაზის კომპანია კი არაა ყველაზე, არც ერთი გაზის კომპანია არ შედის 8 სოფლიოში უდიდეს კომპანიაში. არც ბენზინის კომპანია, მით უმეტეს მშენებლობის კომპანია. 8 ყველაზე დიდი კომპანია სოფლიოში, ყველა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. აი აგერა ASIA, Nvidia, Microsoft, Apple, Alphabet ეს არის Google, აი ყველა მიცით. აი ეს სისტემებია, ბოლო არის TSMC, ეს არის ტაივანის კომპანია, რომელიც ქმნის მიკროჩიპებს და მობილურ ტექნოლოგიებში მუშაობს. ფასები ნახეთ რა არის. ეს კომპანიები რა ღირს?
Nvidia ღირს 4.9 ტრილიონი. ყველა ეს კომპანია ღირს ტრილიონები. ყველაზე IAP TSMC ღირს 1.7 ტრილიონი. დააკვირდით, პირველი 8 კომპანიის ღირებულება ტრილიონები, 4.9 ტრილიონი, Microsoft ღირს 3.8 ტრილიონი, Apple ღირს 3.7 ტრილიონი. თქვენ გესმით რა ფულზეა ლაპარაკი? საქართველოს ბიუჯეტი არის რამდენიმე ათეული მილიარდი და აქ არის ტრილიონებზე ლაპარაკი, ტრილიონებზე. ეს არის ყველაზე დიდი რატომ არ ქმნის ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს? დადოს ბიძინა ივანიშვილმა 60 მილიონი დოლარი და აგერ ჩვენ დავეხმარებით და ჩვენ პირობას ვდებ რომ ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც იქნება WhatsApp-ის კონკურენტი და ეღირება 30, 40 და 60 მილიარდი. მაგრამ არა, ამათ უნდათ ვიღაცა მშენებელი, იმიტომ რომ სხვა ინტერესები აქვს, არც სამშობლო უყვართ, არც ქვეყანა უყვართ, საერთოდ რა უნდათ, არც ესმით ეს აზროვნება არა აქვს, რომ ფული ამაში ჩადე 60 მილიონს დადებ 20 მილიარდი მინიმუმ ღირს ის სისტემა. ესეც არ უნდათ. თავად არაბებიც არ არიან დაინტერესებული, რომ ასეთი ინვესტიციით შემოვიდნენ საქართველოში, მათ ეს მიწები მოსწონთ და ამიტომ დებენ აქ ფულს, სწორედაც რომ. ბატონო დავით, ჩვენ საახალწლო დღეებში ვიხილეთ ინდური და არაბული ახალი წელი ქუჩებში. თავისუფლების მოედანი გადააუსეს, ეს კადრებიც ვნახოთ, გაუშვით თუ შეიძლება. და გადაკეტეს რუსთაველის გამცირი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საახალწლო დღეებში და აქ მასშტაბები კარგად გამოჩნდა. ეს მაგალითად იუსტიციის სახლია, სადაც ქართველს ვერ ნახავ. რაში ხედავთ აქ გამოსავალს? რა ღონე უნდა იხმაროს ხალხმა, თორემ მთავრობის იმედი აღარ გვაქვს უკვე ამ კუთხით. რისი თქმა შეიძლება ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ყველა ქვეყანამ სხვისი გამოცდილება უნდა დაინახოს. საფრანგეთში იყო ერთი პერიოდი ისეთი ვითარება, ეს სხვათა შორის ერთი 30 წლის წინ დაიწყო დაახლოებით მიტერანი იყო ესეთი სოციალისტური პრეზიდენტი იყო, სოციალისტური კუთხით აზროვნებდა, მანამდეც იყო პრეზიდენტები, რომლებმაც დაიწყეს ეს რომ შემოუშვათ ყველანი, შემოუშვათ ალჟირელები, შემოუშვათ არაბები და დღეს თავბეც იწqevლიან ესე იგი დეგოლის დროს ეს არ იყო, მაგრამ ფრანგებმა შემდეგ წამოვიდნენ პრეზიდენტები, რომლებიც სოციალიზმის მომხრენი იყვნენ და მათ დროს საფრანგეთმა კარი გაუღო არაბულ სამყაროს. და ძალიან ბევრი არაბი შემოვიდა საფრანგეთში და ეხლა დაახლოებით თითქმის 9% არიან მოსახლეობის და თავბეც იწqevლიან ფრანგები არ იციან რა ქნან. იქ იყო ასეთი თეორია, რომ ეს არაბები გაფრანგდებიან და არაუშავს, მაგრამ მოხდა სულ სხვა რამე. არაბები კი გაფრანგდნენ, მაგრამ ახალი თაობის არაბებს, აი ეხლა ამ თაობის არაბებს, უკვე მესამე თაობის არაბები არიან. არც ერთს აღარ უნდა ცოლად მოიყვანოს ფრანგი არაბი ქალი. ესე იგი გაფრანგებული არაბი ქალი. ესენი ყველა მიდიან ალჟირში, თავის ქვეყნებში და იქიდან ჩამოყავთ ცოლები, რატო? ამბობენ რომ ესენიო აქ ვინც არიანო, გაფუჭდენო, გაფრანგდნენ, არ გვინდაო, ჩვენი ნამდვილი არაბები გვინდაო და პირდაპირ გამოკითხვებში ამბობენ რომ ჩვენ გვჭირდება რომ გაარაბდეს საფრანგეთი და არა ჩვენ გავფრანგდეთ. და არ იცის საფრანგეთმა როგორ მოერიოს ახლა ამ პრობლემას. ახლა პრაქტიკულად სხვა ქვეყნებშიც ძალიან სერიოზული პრობლემაა გერმანიაში თურქებთან დაკავშირებით ისინიც დაახლოებით 10-12%-ში ადგენენ უკვე. არის მართალია ქალაქები საერთოდ სადაც არ არიან, მაგრამ უამრავი ქალაქია სადაც არიან და შეწუხებულია ძალიან ასევე ამით გერმანია. ჩვენ ახლა რატომღაც ვადგავართ იგივე გზას. ჩვენ ახლა გინდა თუ არა ქართული ოცნება სურს რომ აღივსოს საქართველო პაკისტანით, აღივსოს საქართველო ინდოეთით, აღივსოს არაფერს არ ვერჩი არც ინდოელებს და არც პაკისტანელებს. რაოდენობაა ძალიან დიდი. თორემ მე ხელს კი არ მიშლიან. და აღივსოს ახლა არაბებით და დავინახეთ აგერ ამხელა რაოდენობა ახალი წელი მოვიდა და თელი რუსთაველის გავზირი და თავისუფლების მოედანი პაკისტანელებით, ინდოელებით, არაბებით, ესენი ყველანი იუსტიციის სახლში არიან, ესენი ყველანი ცდილობენ მიიღონ მოქალაქეობა, ან რაღაც მუდმივი ბინადრობა, იღებენ კიდევაც და გეუბნებით, რომ მალე დადგება დრო, რომ რაოდენობა გადავა ხარისხში და ეს გახდება საშიში. საერთოდ კიდევ ამბობ, ქართული ოცნება არც სკოლაში სწავლობდა არაფერს, არც ინსტიტუტში. არის პრინციპი, ჯერ კიდე ესენი ხო სოციალისტები კი რა კომუნისტურ ხელისუფლებას აბრუნებენ. კაცო, თქვენივე
იდეოლოგები კომუნიზმის მარქსი, ენგელსი, ლენინი რას ამბობდა, რომ რაოდენობა გადადის ხარისხში. ანუ მაგალითად თუ შენ იცი 5 სიტყვა ინგლისურად ვერ ლაპარაკობ, ხარისხი არ აქვს. მაგრამ თუ შენ 1000 სიტყვას ინგლისურს დაიზეპირებ, უკვე ხარისხში გადავა ეს. Სუდად, მაგრამ ლაპარაკობ. 3000 სიტყვას თუ დაიზაპირებ, უკვე ხარისხი გაიზრდება, კარგად ლაპარაკობ. რაოდენობა გადადის ხარისხში, აქაც ესეა. ესენი იმდენი არიან, რომ მალე რაოდენობა გადავა ხარისხში და ძალიან შევწუხდებით. ესე იყო ერეკლეს დროს, რომ არ ესმით ეს გმირი მეფე რამდენი ბრძოლა გადაიტანა საქართველოსთვის. ერეკლეს დროს 480,000 კაცი ცხოვრობდა სულ საქართველოში. 480 მაპატიეთ. ერეკლეს დროს 780,000 კაცი ცხოვრობდა სულ მთელ საქართველოში. მთელ საქართველოში 780,000 კაცი და აქედან მხოლოდ 415,000 დაახლოებით 53% იყო ქართველები. ისიც ამ ქართველებში კიდე 3% სომეხი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ქართველი ვარ, ასე იწერებოდა და ქართული გვარები ჰქონდათ, მაგალითად სააკაშვილი, სხვათა შორის. და 47% ეს იყვნენ სპარსელები და თურქები და 21 ხელმწიფე იყო, ფეოდალური ქვეყანა იყო, 21 მეფე იყო. მეფე უფრო შედარებით დიდი ერეკლე და პატარა მეფეები 21 მეფე და ქვეყანა სრული განადგურების პირას იდგა და ერთადერთი არჩევანი ჰქონდა ეხლა. აქეთ ირანი და თურქეთი იყო, იქით რუსეთი, აირჩია რუსეთი და გადავრჩით ჩვენ. გადავრჩით და რომ დაიშალა საბჭოთა იმპერია 4,200,000 კაცი ვიყავით ქართველები. და ამას ხო არ უფასებენ ერეკლეს, მაგრამ ახლა თვითონ იგივეს შვებიან ესენი. ამათაც ეს უნდათ, რომ მალე აქ მოსახლეობა ისედაც დღეს კახელი გლეხი და ქართლელი გლეხი ვიღაცა ირანელისგან ქირაობს მიწას, გესმის, მიწები იყიდეს თურქებმა, ირანელებმა და ქართული გლეხი, ეს ხო ყველა მიცის. იმისგან ქირაობს და ახლა ამათ კიდე ქალაქები უნდათ. აი თუ გვინდა რომ გავანადგუროთ საკუთარი ქვეყანა, აგერ ვანადგურებთ. ჩვენ რას ვანადგურებთ, ესენი ანადგურებენ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ თქვენი სატელეფონო ზარები 555-88-45 შეკითხვებით ან შეხედულებებით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. აი სწორედ არაბული ქალაქების თემას მივადექით ჩვენ და ეს ძალიან საინტერესო, აი ეს თავისუფლების მოედანია. ამ ფონზე, როდესაც უკვე ისედაც სავსეა საქართველოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით, ეს არაბული ქალაქები რას მოგვიტანს, იმიტომ რომ არაფერს იკეთეს. გაცხოველებული კამპანია მიმდინარეობს, რომ ვინც ეწინააღმდეგებით ამას ნაცები ხარ და მიწა საერთოდ არ იყიდებაო. უბედურების მეც არაფერს არ მოგვიტანს, მიწა იყიდება, ჩვენ ვაჩვენეთ კლიპები, საიდანაც ჩანს რომ იყიდება და მაშინ გააპროტესტონ ეს კლიპები ხო ინტერნეტში და ჩვენ ხო არ მოვიგონეთ, ინტერნეტიდან ამოვიღეთ, გვანახონ რომ ესე არ არის. ეს ხელისუფლება ქმნის ფეოდალურ სახელმწიფოს და ყველა ფეოდალურმა სახელმწიფომ, რატო აღარაა ფეოდალური სახელმწიფოები, ყველა ფეოდალურმა სახელმწიფომ საბოლოო ჯამში თავის ღუპავდა. ეს გააცნობიერეს და ამიტომ გარდაიქმნენ დემოკრატიულ სახელმწიფოებად და ესენი გვაბრუნებენ წარსულში. ესენი ქმნიან ფეოდალურ სახელმწიფოს, რომელიც გაანადგურებს საკუთარ თავს. ისევ ერეკლეს პერიოდს დაუბრუნდებით ჩვენ. დიახ. და სხვათა შორის წინვალი მაგალითია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მსოფლიოში იმისა, რომ დიქტატურა ყოველთვის ძალიან ცუდად ამთავრებს და ეს ფეოდალიზმის მმართველობის სტილი. მაგალითად ირანში რაც ხდება ახლა, ვენესუელაში რაც მოხდა, ეს გავიგეთ. როგორ შეიძლება ირანში მიმდინარე მოვლენები დასრულდეს, მაგალითად გერმანიის ხელისუფლება გამოდის და მოუწოდებს ირანელ ხალხს რამდენიმე დღე გაძელით და ეს ყველაფერი დასრულდებაო. აქ ეხლა ჩვენ ეხლა შედარებით სხვა პროცესს ვაკვირდებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადავიდა ძალიან ისეთ რადიკალურ ქმედებებზე. ჯერ ერთი ვენესუელა. ვენესუელაში კვლავ მინდა შევახსენო ხალხს, რომ ვენესუელაში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია. ვენესუელაში ამერიკული სამხედროები, ამერიკელი გემები ვენესუელას გემებს აპატიმრებდნენ, ვენესუელ გემებთან ჰქონდათ შეტაკებები, ძირავდნენ, აპატიმრებდნენ, ხმელეთზეც წერტილოვანი ოპერაციები მიმდინარეობდა მთელ პერიმეტრზე და საბოლოო ჯამში მადურო შეიპყრეს ხელში, იმიტომ რომ მადურო იყო ადამიანი, რომელიც მე უკვე ეს თქვი წინა გადაცემაში იყო 20 წლის მაპატიეთ 20 წელიწადი იყო ხელისუფლებაში. ეს იყო ჩვეულებრივი მძღოლი, რომელიც მერე გახდა დეპუტატი, მერე საგარეო საქმეთა მინისტრი, მერე გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, მერე პრეზიდენტი, ბოლოს უზურპირება მოახდინა ხელისუფლების და
დაუპირისპირდა ამერიკას არა მარტო ეკონომიკურად, თქვათ, ეკონომიკური დაპირისპირების უფლება ყველას აქვს. თქვათ ეს იყო ნავთობპროდუქტები თუ სხვა, აქ სხვა იყო. მადურომ დაიწყო თანამონაწილეობა სწორედ იმ პროცესებში, რომელი პროცესების დაკავშირებული იყო ნარკოტრაფიკებთან, რაც ამერიკისთვის დამანგრეველია. და ამიტომ ის გაიტაცეს. მეორე თემაა, რომ და ამერიკამ დაანახა მსოფლიოს, რომ შეუძლია ესეთი ოპერაციის ჩატარება და მეორე თემაა, რაც ხდება ირანში. იმიტომ რომ ირანშიც აბსოლუტური დიქტატურაა და ეხლა ნელ-ნელა კი უახლოეს პერიოდში ალბათ დაეცემა ეს დიქტატურა, მაგრამ აქ თავარი ისაა, რომ ამერიკამ დაიწყო რუსი გემების დატყვევება ოკეანეში, აი რაშია საქმე და რუსეთმა რა ქნა, ვერაფერი. აბსოლუტურად ვერაფერი. აქ უნდა დავინახოთ, რომ სრულიად სხვა რადიკალური ვითარებაა და ამ ვითარებაში ეხლა კვლავ ეუბნები ქართულ ოცნებას, რომ გამოფხიზდით და აი ეს რაღაცა წერილები რომ ტრამპს როეუბნები, რომ შენ არავინ არ ახარ. Deep State-ის ტყვეობაშია თუ მართავს და მის ტყვეობაში ხარ, ეს წერილები დამღუპველია. ადრეც ვეუბნებოდით, ნუ წერთ ამ წერილებს, არ შეიძლება ამის გაკეთება, სისულელია ესა. და ეხლაც რო წერთ ამ წერილებს, ეხლა რა? თუ ქართულ ოცნებას გონია, რომ აქ ვერ მოწდებიან მათ. მოწდებიან. თუ გონიათ, რომ რუსეთი არავის არ დაიცავს, ჯერ ესეთი მე სულ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება არასოდეს არ იყო პრორუსი, ეს ტყუილია, ესენი არიან ფეოდალური სახელმწიფო არც პრორუსები არიან, აი ამას რო აკერებს ეს სააკაშვილები, იმიტომ ეს იზღება ყველა ის ხალხს. კი. რომ ეს არის მთელი რაღაცა მარგინალური ფენა, რომელიც ყველას აცხადებს რაღაცა რუსეთის ჯაშუში. არ არის ეს ხელისუფლება არც რუსეთის ჯაშუში და არც პრორუსი, რომ დაანებეთ ამ სისულელეების ლაპარაკს თავი. სხვათა შორის ირიბად ვენესუელას დიქტატორს მადუროს იცავდნენ ქართული ოცნების ლიდერები, სხვათა შორის ვენესუელამ ვიცით აფხაზეთი და ცხინვალი აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მას იცავდნენ, იმიტომ თვითონაც რაღაც შიში აქვთ, რომ იგივე არ დაემართოთ. რა თქმა უნდა, აქვთ ეგ შიში, როგორ არა აქვთ. რა პოლიტიკაა ეს, რომ დილა იწყება და დღე მთავრდება დასავლეთის გინებით და არა ვთქვათ საქმეზე ესაუბრეთ, რა პრობლემებზე სისულელია, მე არ ვიცი, ვინ დგას, ვინ არის. გამოსავალზე არ გვესაუბრებთ. ეხლა ყველა სახელმწიფოში არის პროპაგანდისტული მანქანა. ვიღაცა ყავთ ამათ, ვინც რჩევებს აძლევს, რა პიარი აწარმოონ, რა პროპაგანდა აწარმოონ, რა ილაპარაკონ. აი მე მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ გამოფხიზდეთ. თქვენ ვინც ყავთ პიარ პროფესორი და ვინც გაძლევთ ამ პიარ პროფესორულ რჩევებს, ეს კაცი ჩამოიშორეთ. ეს კაცი არის იდიოტი. და თქვენ რასაც აკეთებთ და რა პროპაგანდაც მიგყავთ, რომ დილიდან საღამომდე ლანძღავთ ამერიკას და დასავლეთს, ეს არის თქვენთვისვე დამღუპველი. სისულელია ეს ყველაფერი. ნუ აკეთებთ ამას, ნუ იწვევთ ამ ღია ომში, ისედაც უკვე გამოიწვიეთ. თქვენს დაგემართებათ ის, რაც დაემართა მადუროს და რაც ემართება ირანს. გამოფხიზდით ამ სისულელებს, ნუ აკეთებთ. აი ეს შემიძლია უთხრა ქართულ ოცნებას. იქით ფლანგს მინდა უთხრა, რომ თქვენს გამოფხიზდით, თქვენ დეგენერატებო, მიშისტებო. არ არის ეს ხელისუფლება რუსეთის ჯაშუში. არც ჩვენ ვართ რუსეთის ჯაშუშები. თქვენ ხართ სინამდვილეში რუსეთის ჯაშუშები. თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილი არის კგბ-ს ოფიცერი, კაცო. კგბ-ს ინსტიტუტი დაამთავრა, კგბ-ში მუშაობდა, კგბ-ს სრული კურსი გაიარა და ფილმია ობიექტივის ამაზე ნახეთ, სადაც დოკუმენტურად არის დადასტურებული. თქვენი ნახევარი, თქვენი წევრებია თვითონ რუსეთის ჯაშუშები. დაანებეთ ამ ბრალდებას თავი, იმიტომ ამის გამო შეგიზიზღათ თელმა საქართველოს. გამოფხიზდეს უნდა ეს ორივე მხარე და ხალხს მინდა უთხრა, რომ აი ხო ხედავთ, რომ რა ბოროტებაა სააკაშვილები და რა ბოროტებაა ქართული ოცნება. ამიტომ პატრიოტთა ალიანსი დაინახეთ. წესიერი ხალხი დაინახეთ, დაანებეთ ამათ თავი. ერთი ფეოდალია, მეორე მართლა რუსეთის აგენტია, რომელიც ხვებს იარლიყებს აკერებს და ესენი ფეოდალია, რა შვეშია რუსეთის აგენტობა. ქართული ოცნება არის ფეოდალური ორგანიზაცია, არც რუსეთის აგენტი, არც ამერიკის, არც საფრანგეთის და არც ჩინეთის და არავის. სხვათა შორის ქართული ოცნება კვლავ ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის სტრატეგია, რომელთაც აქამდე მოვიდა, რომ ყველა ოპონენტს და მოწინააღმდეგეს ნაცი დაუძახოს და ნაცმოძრაობა და ეს ნაცმოძრაობა გამქრალია ამასობაში. სინამდვილეში თვითონ გახდნენ ნაცმოძრაობა, 95% ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობიდან არის და ახლა ჩვენ გვაბრალებენ, რომ თქვენო როგორო არაბული ქალაქების წინააღმდეგ გამოდიხართ, თონ აცები ხართ იგივეო. დაიმსგავსა თქვენი რიტორიკაო, ნაცების რიტორიკას. მართალი ხარ, აბსოლუტური სიმართლეა ეს ყველაფერი. ვასრულებს გადაცემას, ხომ არაფერს დაამატებთ? ნუ არ ვიცი, ახლა კიდე 5 წუთი გვაქვს. ახალი წლები იყო, კიდე რა თემები იყო, არ ვიცი. მე მინდა გოჩა ჩოგოვაძეზე გკითხოთ, რადგან დრო გვაქვს, დაბადების დღე იყო მისი რამდენიმე დღის წინ და როგორ მოიგონებდით?
კოჩა ჩოგოვაძე იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, გამოჩენილი ქართველი დიპლომატი, გამოჩენილი რექტორი, ძალიან გამოჩენილი კაცი იყო. ჯერ ერთი უნდა ითქვას, მე ადრეც მithქვამს, რომ საქართველოში იყო ძალიან დიდი სკოლა კიბერნეტიკის, ინფორმატიზაციის, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. ძალიან დიდი, აქ იყო ძალიან დიდი პლეიადა უდიდესი მეცნიერების. იგივე კოჩა ჩოგოვაძე, იგივე ფრანგიშვილი ივერი, იგივე ჭავჭანიძე, სალუქვაძე, ძალიან სერიოზული დიდი სკოლა იყო. აქ არ იყო 2, 5 ან 10. გეუბნებით 20 მაინც უდიდესი მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ყავდა საქართველოს და ზოგიერთი მათგანი ახლა დავასახელე მე. მეორე საქართველოს შექმნა უდიდესი სკოლა და ამ სკოლაში ჩვენი სტუდენტები ყოველთვის ბევრჯერ მithქვავს ეს ჩვენ ყოველთვის გქონდა ან ოქროს медали, ან ვერცხლის медали, ან ბრინჯაოს медали მსოფლიო პირველობებზე პროგრამირებაში, ევროპის ჩემპიონატებზე პროგრამირებაში ჩვენ სულ ვიყავით წარმატებულები და ეს გრძელდებოდა 2006 წლამდე, მაინც 1985 წლიდან. აი პირველი სოციალისტური ქვეყნების ჩემპიონატი ჩატარდა, იქიდან მოყოლებული და 2006 წლამდე, როცა უკვე სააკაშვილმა მთლიანად დაანგრია ეს სისტემა, უწყვეტად, აი წარმოიდგინეთ, რამდენი 20 წელზე მეტია, სულ ჩვენ ვიყავით პირველობებში და აი ამაში იყო სწორედ დამსახურება ჩვენი ყველა დიდი მეცნიერების და მათ შორის ძალიან დიდი ღვაწლი და წვლილი ჰქონდა კოჩა ჩოგოვაძეს. ასე რომ ეს ერთი მან მეცნიერებაში ძალიან დიდი სიტყვა თქვა. მეორე ეს იყო კარგი დიპლომატი და ეს იყო ადამიანი, რომელიც აი ქართველობას განასახიერებდა. მისი ყველაზე მთავარი თვისება რა იყო, იცით რომ აი სულ უცხოელების გარემოცვაში რო ყოფილიყო 5 წუთში, 10 წუთში ჩოგოვაძე ახერხებდა იმას, რომ აი ქართველი კაცის ბუნებას წარმოაჩენდა სრულად და გარშემო უცხოელებს აღაფრთოვანებდა აი ამ ქართული ხასიათით. ისინი ჩოგოვაძის მაგალითზე ხვდებოდნენ რა არის ქართველი კაცი. აი ეს თვისება ჰქონდა, რამდენიმე წუთში წარმოაჩენდა კეთილშობილობას, ქართულს, აზროვნებას, ნიჭს, კულტურას უცებ ხდებოდა ეს დასანახი და მე ხალხი მიდიოდა და ამბობდა რომ ეს ქართველები რა კარგი ხალხი ყოფილანო და როგორი გადასარევი ხალხი ყოფილანო. აი ეს თვისებები ახასიათებდა. ეხლა მისი გარდაცვლილია უკვე 85 წლის იუბილეი იყო და ნუ ესეთ ხალხი უნდა დავაფასოთ რა თქმა უნდა. და აი ეს უნდა იყოს სამაგალითო. და არა ეხლა ის რაც ხდება აქ. ეს შემიძლია მასზე ვთქვა. ახლა ზოგადად კიდე სხვა მიმართულებით რა უნდა ვთქვათ? ნუ ულოცავთ ყველას შობას. ამაზე ჩვენ ხო ძველით ახალ წელს ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ სხვათა შორის. მე მგონი ხალხს აუხსენით რატომ არის ეს სხვაობა შობის აღნიშვნის თარიღებთან დაკავშირებით. კი, ნუ სხვადასხვა კალენდრებია და იმიტომ და აქედან გამომდინარე, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რომ კიდე რაღაცას ვიტყვეთ ამ კუთხით. ეხლა ამასთან დაკავშირებით ხვალ ვიდეოც გავა ეთერში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს და კვლავ ულოცავთ შობას. სხვათა შორის ხვალ არის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქრისტეს წინდაცვეთაა. ქრისტე 8 დღის რო შეიქმნა ებრაული წესით მოინათლა, ანუ ეს ნათლობა არაა წინდაცვეთა ნიშნავს ღმერთთან დაკავშირებას, დაიცვა ქრისტემ ეს წესი. და ხვალ არის დიდი დღესასწაული, მაგრამ რატომღაც ქართველები ამას ასე არ აღიქვავენ, ეს არის წინდაცვეთა და მერე ნათლისღება იქნება 19-ში, ესეც დიდი დღესასწაულებია და წინასწარ ულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დღესასწაულებს. ნახვამდის კარგად გრძანდებოდი. დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში ჩვენ დავბრუნდებით ეთერში უკვე ინტერაქტივი გავა ობიექტივის არხზე. მე ილია ჩაჩიბაია ვარ, დავით თარხანმოურავს ვემშვიდობებით. დროებით.